მეტეწუთი დაიწყო ამასობაში სილვა მარტოა ჯეჯერობით გიუზა იხსნება მიიღო ბირთვი გიუზამ ეთამაშება ბერეზუცკი მას ოდნეს კუთხესთან არის გიუზა პასი უკან რამოსი ფაბრეგასი შესანიშნავი კომბინაცია არ არის თამაშგარეთ მდგომარეობა 2-0 ესპანეთის ნაკრების სასარგებლოდ გიუზამ გაიტანა გოლი დაახლოებით 5 წუთში მას შემდეგ რაც შემოვიდა მოედანზე 2-0 ნუ ძალიან ღირსეული ფინალი გველის ორი საუკეთესო გუნდი გადის ევროპის ჩემპიონატის ფინალში არ იყო აქაც თამაშგარე ხაზზე ჩვენ ვნახავთ ორი მცველი იყო ჩარჩენილი გიუზამ ფაბრეგასის შესანიშნავი პასი უნდა აღინიშნოს და რა თქმა უნდა ზეიმობს ესპანეთის თითოეული გულშემატკივარი რუსები შოკში არიან მაგრამ დღეს რუსეთის ნაკრები ძალიან ცუდად თამაშობს არანაირი შანსი ჰიდრიკის გუნდს არ ქონია მთელი ამ 74 წუთის განმავლობაში და რუსების უძლეველობის მითი ირღვევა დღეს როგორც გუშინ დაირღვა დაინგრა აი არ არის არანაირი თამაშგარე რა თქმა უნდა ძალიან კარგად ჩანდა გვერდთან საჭმა ხელით აღმართა იმის ნიშნად რომ თამაში უნდა გაგრძელებულიყო ფაბრეგასი ნუ პროფესორივით მოიქცა ამ ეპიზოდში შესანიშნავი გადაცემა